ჩავხტო ბაზარზე და რას უნდა ველოდოთ ბიტკოინი და ეთერიუმისგან. მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავთ ბიტკოინი და ეთერიუმის ფასს, რას უნდა ველოდოთ, რას ხდება და სად უყურებ ტრეიდებს. ასევე ძალიან დიდი პანიკა არის ბაზარზე და აი ზუსტად ამ დროს უნდა იყო ხოლმე ძალიან, ესე ვთქვათ, ალერტი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად სარგებელი ნახო იმ ყველაფრისგან, როცა ყველა არის პანიკაში. დავიწყოთ იქიდან მეგობრებო, რომ რა თქმა უნდა არის დეკემბერი გამოირჩევა ყოველთვის ჩოპი პრაის აქშენის ჩოპი პრაის აქშენით იმ შემთხვევაში თუ არის მაგალითად კარგი ზრდები, მანამდე კარგი ზრდები თუ იყო, მაგ შემთხვევაში ბაზარი უფრო იზრდება ხოლმე დეკემბერს, მაგრამ როცა არის ნეგატიური განწყობა ხოლმე, მაგ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ესე ვთქვათ ჩოპი პრაის აქშენი, ან უბრალოდ კონსოლიდაციაში გავდივართ, რასაც ახლა ამ შემთხვევაში ორივეს ვხედავ, ანუ ბაზარი დავარ და გავდივართ კონსოლიდაციას და სიმართლე გითხრათ, კონსოლიდაცია საერთოდაც არ არის ცუდი, იმიტომ რომ მეგნიშნავს იმას, რომ ბაზარი ჩამოვიდა ქვემოთ, გააკეთა ფლუში, დავარ და ესე ვთქვათ და შემდეგ უკვე გადის კონსოლიდაციას. კონსოლიდაციას რო გადის, რაც ნიშნავს ეგ? ეგ ნიშნავს იმას, რომ ყიდველები და გამყიდველები არიან ბალანსში. აი აქ რო შევხედოთ მაგალითად ბაზარი წამოვიდა ქვემოთ, რას ნიშნავს ის? ეგ ნიშნავს იმას, რომ გამყიდველები არიან ესე ვთქვათ კონტროლში. მაგრამ ბაზარი როცა გადის კონსოლიდაციას, ეგ ნიშნავს იმას, რომ ბაზარი კულოვს აკეთებს, ესე ვთქვათ, გრილდება, ისვენებს და გადის კონსოლიდაციაში, ანუ მყიდველები და გამყიდველები არიან ესე ვთქვათ ბალანსში და შემდეგ ეს ბალანსი რო დაირღვევა, შეიძლება ბაზარი ან ერთ მხარეს გაირღვევოს, ან მეორეს და მეორე მხარეს და ესე ვთქვათ აერჩიოს მხარე და შემდეგ ეს მხარე ჩვენთვის რა თქმა უნდა იქნება დავინახავთ და მივხვდებით რომ საით აპირებს ბაზარის სვლას. მოდი ახლა როგორც ყოველთვის დავიწყოთ რა თქმა უნდა მაღალ ტაიმფრეიმით კვირეულზე რა ხდება, ანუ კვირეულზე ზუსტად იგივე ლეველი გვაქვს, არაფერი არ შეცვლილა ჯერჯერობით. გვაქვს აი ეს ლეველი, გავამწვანოთ ეს და შემდეგ უკვე გვაქვს რა თქმა უნდა აი აქ და აი აქ ქვემოთ, მაგრამ მოდი მე აქ უბრალოდ ბოქს გავაკეთებთ, იმიტომ რომ აი აქ რენჩი ვიჯექით და ამ პერიოდში ვინც ჩემ ვიდეოს უყურებ და ანუ მქონდა ნათქვამი, რომ კი ძალიან დიდი ხანია რაც რენჩი ვზივართ, 200 რამდენი დღე ვნახოთ. პლუს მინუს 240 დღე და ვამბობდი რომ ეს რენჩი ამდენი ხანი რო ვზივართ ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ამ რენჩს რო გავარღვევთ, შემდეგ გვეცოდინება რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გასატესტად. რა თქმა უნდა ჯერჯერობით ამ ბოქსზე მე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს ბოქსი რო გავთესოთ, მაგ შემთხვევაში ეს ლეველი უნდა ჩამოვარღვევოთ და ჩვენ რა თქმა უნდა ჯერ არ ვიცით ეს ლეველი ჩამოირღვევა თუ არ ჩამოირღვევა. თუ რა თქმა უნდა ეს ლეველი ჩამოირღვა, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ რომ ოკეი ეს ლეველი გაიტესტება ქვემოთ ეს ბოქსი, მაგრამ მანამდე სანამ ეს ლეველი არ ესე ვთქვათ არ ჩამოირღვევა ქვემოთ და არ დავკარგავთ აი ამ ლეველს, მანამდე ანუ ამ ლეველზე ვერ ვიფიქრებთ. ასევე უნდა დაგვეწოდეს რომ აქაც გვაქვს ლიკვიდობა, რომელიც შეიძლება იყოს ჩვეულებრივად უცბად აღებული, ფლუში იყოს და მერე ბაზარი წავიდეს მაღლა. ამიტომ ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს რა თქმა უნდა ტრეიდერებისთვის, ვინც ინვესტორები არიან, რა თქმა უნდა საერთოდ უნდა ნერვიულობდეთ ამაზე, იმიტომ რომ ბაზარი არის ძალიან ქვემოთ და ამ შემთხვევაში თქვენ რა თქმა უნდა ყიდულობთ. ანუ აქ თუ იყავით, ყოველთვის ვამბობ რომ აქ თუ იყავი დაინტერესებული, აქ თუ იყავი დაინტერესებული და აქ თუ იყავი დაინტერესებული, მაშინ აქ უფრო დაინტერესებული უნდა იყო გამომდინარე იქიდან, რომ ფუნდამენტალურად არაფერი შეცვლილა და ბიტკოინი ისევ ის ბიტკოინი დარჩა, რაც აქამდე იყო. ეხლა დეილიზე რა ლეველებიც მომწონს, მე მოდი გავხაზოთ უცბად, არ შეცვლილა სხვათა შორის არც ეს ლეველები. მომწონს აი ეს ლეველი, აი ამ ლეველს ვატარგეტებ ყველანაირად, ანუ აქ ტრეიდს თუ ვიღებ და ან ინვესტიციას თუ ვაკეთებ, ვატარგეტებ აი ამ ლეველს, ანუ ყოველთვის ამბობ რომ შენ ახლა მაგალითად აქ თუ კორექციაზე ბიტკოინს და ეთერიუმს ყიდულობ, არ უნდა ელოდო რომ ისევ ახალ ტაიმ ჰაიზე გაყიდო. ფასი აქამდე რო ამოვა, თუნდაც აქამდე რო ამოვა, რა თქმა უნდა, როცა მოგებას აფიქსირებ, გირჩევნია რომ ფრონტრუნი გააკეთო და ყველაზე ადრე აიღო პროფიტი, ვიდრე ესე ვთქვათ ბოლოში დაელოდო და შემდეგ ესე ვთქვათ ან შეგივსებს ან არა. მოდი ყველაზე დაბალი მხარე ავიღოთ უბრალოდ გასასინჯად და პლუს მინუს 30%-იან მოგებაში იქნება, მაგრამ აი ვთქვათ რომ აქ საშუალო ფასად იყიდე, პლუს მინუს 20%-ზე მეტი იქნები მოგებაში, როცა ბაზარი აქ ამოვა და რა თქმა უნდა მაგ დროს უნდა დააფიქსრო შენ მოგება. ანუ აქ რომ ყიდულობ შენი ტარგეტი უნდა იყოს აქამდე რაღაც ნაწილ მოგებას აქ დააფიქსირებ და დანარჩენს რა თქმა უნდა გავუშვებ იმ შემთხვევაში თუ ბაზარი წავიდა მაღლა. იმ დაფიქსირებული მოგებით, ყველა ეს შემთხვევაში თუ ბაზარი ჩამოვიდა აქ, ან ისევ აქ, და დაფიქსირებული მოგებითაც რა თქმა უნდა დაამატებ და შენ პოზიციას ესე ვთქვათ გაზრდი.
ეს რაც შეეხება დეილის, მეგობრებო, დეილიზე გვაქვს ასევე ჩვენი ლოკალური რეზისტენცი გვაქვს, რა თქმა უნდა, აი აქ. ამ შემთხვევაში, მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ორი ლეველი. აი აქ ხედავთ, რომ ეს არის ერთი დროპ-ოფი, ეს არის მეორე დროპ-ოფი, ხედავთ, რომ ვარეჯექტებთ აი ამას, მაგრამ იმისთვის, რომ პოზიტივი მოხდეს, მე მინდა, რომ ეს ორივე გავარღვიოთ, ამ ორივეს გარღვევის შემთხვევაში პირველი ლეველი, სადაც ჩემი აზრით გვექნება ინტერაქცია, აქაც ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი კონფირმაციები გვაქვს, აი ეს ლიკვიდობა აქ ტყუილუბრალოდ არ არის, შეგვიძლია ეს ლეველი ვნახოთ, თუ ამ ლეველს წამოვიღებთ აქეთ, ანუ აქაც ხედავთ, რომ ძალიან ლამაზად არის ეს ყველაფერი გატესტილი და იმიტომ მყოლთვის, რომ price action-ი არის უნიკალური და ასე ვთქვათ, ძალიან ლამაზი. ფასი არასდროს არ ჩერდება იქ, სადაც ჩერდება ტყუილუბრალოდ. ანუ პირველ რიგში დავატარგეტებ აი ამ ლეველს, შემდეგ დავატარგეტებ აი ამ ლეველს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მთლიანი აი ეს გავარღვიეთ და გქონდა კარგი იმპულსი, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვეულებრივად ვივარაუდოთ, რომ ბაზარი გააგრძელებს მაღლა სვლას და შეიძლება all-time high-ებიც ვნახოთ. დავამატოთ ასევე ის მეგობრებო, რომ ამ საპროცენტო განაკვეთს დაუწიეს, სავარაუდოდ კიდე დაუწევენ, ამიტომ long term-ზე მე რა თქმა უნდა ვარ bullish განწყობილი. ამიტომ ჩემი აზრით ჯერჯერობით არაფერი გვაქვს ანერვიულო. და ნუ ბაზარი ქვემოთ რომ წამოვიდეს, მაინც არაფერი გვაქვს ანერვიულო, იმიტომ რომ თუ ბიტკოინის გჯერა და ეთერეუმის, რა თქმა უნდა, შენ ყიდლობ უფრო იაფად და ამ ყველაფერს უყურებ long term-ზე. ნუ ეს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მეგობრებო, high time frame-ებს, თუ რას ველოდები და რა მინდა რომ მოხდეს, გადავიდეთ ახლა 4 საათიანზე და 4 საათიანზე, ანუ როგორც წეღან აღვნიშნე, დეკემბერში არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში choppy price action-ი, ან კონსოლიდაციაში გავდივართ ხოლმე. ან მაგალითად, თუ ბაზარმა გააკეთა დიდი ზრდა მანამდე, სანამ ეს არ დადეგები დაიწყება და ესე ვთქვათ ახალი წლები იქნება და ასე შემდეგ, თუ მანამდე ზრდები მოხდა, მაგ შემთხვევაში ახალი წლის პერიოდში ყოველთვის ზრდა არის და პუში არის ხოლმე მაღლა და ამ ყველაფერს მე ვხსნი აი ესე. თუ მაგალითად ბაზარზე იყო ძალიან დიდი ზრდა, all-time high გააკეთა, ან ბოლო თვეებში 20-50% გააკეთა, მაგ შემთხვევაში ახალ წლებზე და ასე ვთქვათ, დღესასწაულებზე ხალხი რო ერთმანეთთან იკრიფება, ანუ ყველა ბიტკოინზე ვინც ლაპარაკობს, ამბობს რომ აი ბიტკოინმა ეს გააკეთა, ის გააკეთა, კიდე იმას გააკეთებს, კიდე ესე გაიზრდება, კიდე იმას გააკეთებს, კიდე ამას გააკეთებს და მე ვინც ეს ყველაფერი პირველად მოისმინა, აუ მოდი მაყიდინე, აი მოდი ვიყიდოთ, მასწავლე, ანუ ვინც საჩუქარს იღებს, კიდე ამატებს ამ ყველაფერს და ამიტომ აქვს ხოლმე ჩემი აზრით ამ ყველაფერს მე ესეთი ეფექტი არ ამგონია მე რომ ახალი წლის ღამეს ანუ ტრეიდერები იჯდნენ და ვაჭრობდნენ და აი ვიყიდო და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ეს არ ლოგიკურია და ამ ყველაფერს აქვს ესეთი ახსნა. ანუ range რო გავდივართ არის ძალიან პოზიტიური, იმიტომ რომ გამყიდლები და მყიდველები არიან ასე ვთქვათ ბალანსში და ამ შემთხვევაში გვინდა გზის არჩევა, მხრის არჩევა უკაცრავად, ან ქვემოთ წამოვიდეთ, ან მაღლა წავიდეთ. ამ შემთხვევაში ახლა როგორ ვუყურებ მე ტრეიდებს, რა თქმა უნდა, აქ რაც ხდება, ყოველთვის ვუყურებ ლონგებს, აქ რაც ხდება, ყოველთვის ვუყურებ შორტებს. ოღონდ ყველაფერს ვუყურებ ფასში და პირდაპირ, რა თქმა უნდა, არც ერთ ტრეიდს არ ვიღებ, იმიტომ რომ ყოველთვის ველოდები რომ ფასი, ესე ვთქვათ, განვითარდეს და შემდეგ გავიღო, რატო? იმიტომ რომ ყველამ იცით რომ სტოპ-ლოსები აყენდება და სრულად შესაძლებელია ხოლმე იყოს ლიკვიდობების აღება და წავიდეს მაღლათან, აქ პირდაპირ ტრეიდი თუ აიღე, რა თქმა უნდა, სტოპ-ლოსის განსაზღვრას ვერ შეძლებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტოპ-ლოსი და ყველაზე დეფენსიური სტოპ-ლოსი თუ აიღე, მაგ შემთხვევაში შენ გექნება ძალიან ცუდი სეტოპი, იმიტომ რომ ესეთი ასე ვთქვათ, დიდი სტოპ-ლოსი თუ გქონა, ანუ entry აქ თუ გააკეთე და სტოპ-ლოსი აქ გააკეთე, შენი რევარდი რა თქმა უნდა აქამდე უნდა მოვიდეს, ხო, იმიტომ რომ ჯერ ამას და მამის მაღლა ლეველებს ვერ დაატარგეტებ, იმიტომ რომ მაგისთვის საჭიროა ეს ლეველი გავარღვიოთ, ხო, ანუ ჯერ ამ ლეველს არ ეჯექტებ, ხო? ამიტომ აუცილებელია რომ ჯერ დავატარგეტოთ აი ეს ლეველი. და სტოპ-ლოს ესე თუ აკეთებ, რა თქმა უნდა, არ არის საინტერესო და შენი სეტოპი არ გამოდის მომხიბვლელი და მიმზიდველი. ამიტომ პირდაპირ აქ ტრეიდებს არ ვიღებ და ველოდები რომ ფასში მოხდეს. 4 საათიანზე ახლა ეს მართლა გითხრათ არ გამოიყურება კარგად, 4 საათიანზე ლოკალურად მინდა რომ პირველ რიგში გავარღვიოთ აი ეს ლეველი, ამ ლეველის შემთხვევაში რა თქმა უნდა დავარეჟექტებთ ამას და მე მინდა რომ პირდაპირ აი ეს გავარღვიოთ და გავაგრძელოთ მაღლა სვლა თუ არა და დავარეჟექტებთ აი ამას, შემდეგ ჩამოვალთ ისევ ქვემოთ და გავიღებთ უფრო ქვემოდან ლიკვიდობას და აქ ისევ დავიწყებ ესე ვთქვათ ლონგების ძიებას და ფასი აქ რა მოვა, რა თქმა უნდა აქაც ალერტი მექნება დაყენებული და აქ უკვე მოვძებნი შორტებს. ეხლა ლოკალურად ჩავიდეთ მეგობრებო, ანუ პირადად მე ეხლა აღარანაირ ტრეიდს არ ვხედავ, იმიტომ რომ დაგვიანებული გაქვს, მაგრამ იყო აქ რამოდენიმე კარგი ტრეიდები, ეხლა ვეგეტყვით რომლები. აი აქ მაგალითად იყო
იდეალური შორტი, ანუ ყველანაირი კონფირმაცია გაქვს, რაც კი შეიძლება ადამიანს გქონდეს, იმისთვის რომ აი აქ შორტი აიღო. მაგრამ მე პირადად ამ შორტში არ ვიჯექი, მაგრამ მე ვიჯექი ეთერიუმის ლონგში, ზუსტად იგივე პერიოდში, ნახოთ. აქ ვიჯექი ლონგში 24 მოიცადე. ნახოთ რა რიცხვი არის. Monday 15 დეკემბერი. კაც კი ბატონო, Monday 15 დეკემბერი. ანუ ნახეთ, Bitcoin-ის და Ethereum-ის price action-ი ცოტა განსხვავდებოდა, ცოტა ორმაგი ესე ვთქვათ. სიგნალები მქონდა, ეს რა თქმა უნდა დავარეჯექტეთ, მაგრამ აქედან ლიკვიდობა ავიღდა, ანუ ორმაგი ესე ვთქვათ, feeling-ი მქონდა short-ის და long-იც. ამიტომ გადავწყვიტე რომ ამიღო Ethereum-ზე, მით უმეტეს საპროცენტო განაკვეთი დაუკლეს და ანუ ცოტა ძალიან biased ვიყავი, სიმართლე რომ გითხრათ Ethereum-ზე, იმიტომ მქონდა ყოველთვის რომ biased არ უნდა ვიყოთ, მაგრამ ანუ მარტო bias-ი არ ავიღე, ძალიან ლამაზი კონფირმაციებიც მქონდა სხვათა შორის. ანუ ნახეთ, აქ მქონდა გარღვევა, აი ეს იყო ერთ-ერთი სხვათა შორის ვიდეო დაიდება მალე. სადაც ეს price action-ი ძერ არ იყო და ვთქვი რომ აქ იქნებოდა კარგი ლონგი და ვხედავთ რომ კარგად განვითარდა ეს ლონგი, ანუ ლიკვიდობაში აღება. შემდეგ ვხედავთ რომ ეს ყველანაირი stop loss-ი ჩამოირეცხა, შემდეგ გავარღვიეთ მაღლა, ანუ ეს მთლიანი price action-ი აქ გავარღვიეთ, რაც ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიურად აღვიქვი და სადავიღე მე ტრეიდი მეგობრებო, აი ზუსტად აქ ავიღე. ზუსტად ერთ-ერთში აქ იყო ჩემი ტრეიდი. აი ეს გამოვიყენე კონფირმაციად და ნუ რა თქმა უნდა stop loss-ი დავაყენე აი აქ. მე ეგრევე გავისტოპე რა თქმა უნდა აი აქ. მაგრამ ანუ აქ ნახეთ უნდა დავაკვირდეთ იმას რომ პირველ რიგში ინტერაქცია გქონდა. სხვათა შორის take profit-ი აქ არ მიყენა, შემეძლო ერთი take profit-ი ამეღო და უკვე ძალიან კარგი, ანუ ძალიან კარგი არა, მაგრამ ანუ ჩემ რისკებს მაქსიმალურად შევამცირებდი. აქ მიყენა პირველ take profit-ი, სამწუხაროდ front-run-ი გამიკეთა და მე ეგრევე გავისტოპე. ეს იყო, კი ბატონო. მაგრამ ანუ ჩემთვის ეს ტრეიდი იყო იდეალური. აი ეს ტრეიდი დღეობით კიდევ ერთხელ რო განმეორდეს, ზუსტად იგივე ტრეიდი, ზუსტად ავიღებ. ზუსტად იგივე setup-ით ავიღებ და ზუსტად იგივე რისკით ავიღებ. ანუ იყო იდეალური ტრეიდი, უბრალოდ რახან Bitcoin-მა გააკეთა ფლუში და Bitcoin-ი გამოიყურებოდა არც თუ ისე პოზიტიურად, ანუ რა თქმა უნდა, ყველაფერი Z გაყვა, ყველა მთლიანი კრიპტო და ნახეთ რომ გქონდა ესეთი ფლუში. ეხლა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯერჯერობით Ethereum-ი გამოიყურება სუსტად და Bitcoin ძლიერად, მაგრამ რა თქმა უნდა Ethereum-ზე ცოტა ხანში გადავართ. ეხლა რაც შეეხება აქ ლოკალურად მეგობრებო, გქონდა ერთი კიდევ ძალიან ლამაზი setup-ი. ეს არის აი ეს მეგობრებო, ანუ გქონდა ეს drop-off-ი, გქონდა ეს drop-off-ი. ნახეთ, ეს drop-off-ი გავარღვიეთ აი აქ და აი აქ, რაც რა თქმა უნდა გვიაქტივირებს ლონგებს. ეს რომ გავარღვიეთ, რა თქმა უნდა ლონგები შეგიძლია აქ აიღო. ანუ უფრო ქვემოთ აიღო აქ ლიკვიდობაში, მაგრამ აქ double time frame-ზე უნდა ჩასულიყავი. აი აქ იყო რა თქმა უნდა გასატესტი და აქ აიღებდი, აქ დადებდი stop loss, მაგრამ სიმართლე გითხრათ მე ესეთი stop loss-ის ფანი არა ვარ და აქ რომ ამეღო ტრეიდი, აქ დარწმუნებული ვარ მე თვითონ პირადად გავისტოპებოდი, იმიტომ რომ როცა ხედავ ესეთ V კონსტრუქციას, გინდა რომ რაც შეიძლება აგრესიულად გატესტო და stop loss-ი მაქსიმუმ აქ დააყენო და ეს ჩემთვის უკვე აღარაფერს აღარ წარმოადგენს ხოლმე stop loss-ისთვის, იმიტომ რომ ბაზარი აქ თუ ჩამოვიდა კიდე, ანუ ძალიან სიზუსტეს ნიშნავს და მე ჩემი აღარ ვიყო ამ ტრეიდში. ესე ვთქვათ და გავისტოპო ვიდრე ვიყო, მაგრამ ხედავთ რომ მომავალში ისევ გავარღვიეთ აქ, აი აქ იყო ეს კიდევ გარღვევა, რაც რა თქმა უნდა ეს იქნებოდა ძალიან კარგი ტრეიდი. stop loss-ი რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში აქ და იქნებოდა ესეთი setup-ი. ესეთი setup-ი იქნებოდა რა თქმა უნდა აი ამ level-ს დავატარგეტებდი და ანუ რა თქმა უნდა უკვე take profit-ი 1 აქ იქნებოდა, take profit-ი 2 აქ იქნებოდა და დანარჩენი უკვე ის history, იმიტომ რომ უკვე ძალიან კარგ მოგებაში იქნებოდი. ეს რაც შეეხება scalps, მაგრამ ძალიან დიდ კონფირმაციას თუ დაელოდებოდი, ანუ ზუსტად ერთ-ერთში იგივე ტრეიდს ავიღებდი და ვხედავთ რომ აქაც შემივსებ და იმიტომ რომ ნახე აი ეს ლეველი გავარღვიეთ. ეს ლეველი გავარღვიეთ თუ არა აქ და აი ეს 15 წუთიანი drop-off-ი და ვხედავინახეთ რომ ეს ადგილი იყო კიდე გასატესტი, შეგეძლო stop loss-ი აქ დაგეყენებინა.
უკაცრავად, აქ stop-loss მაღლა ავწევდი, იგივე setup-ს არ ავიღებდი, stop-loss აქ ავწევდი, ანუ უფრო ძალიან მაგარი setup იქნებოდა სხვათა შორის. რო შევხედოთ რისკ რევარდით, უფრო ძალიან მაგარი setup იქნებოდა და ესე ვთქვათ, უკვე ძალიან კარგი ტრეიდი იქნებოდა, ძალიან მაგარ მოგებებს დააფიქსებდი. ანუ პირველი იყო აი აქ სკალპი რო აგიღო ამის გარღვევის შემდეგ, აი აქ შეგიფსებდა და შემდეგ იყო აი ამ დიდ კონსტრუქციას რო გაარღვევდი უფრო. აქ შესულიყავი, stop-loss-ით აგეყენებინა. აქ, ანუ აქ აგრესიულად არ დავაყენებდი, იმიტომ რომ ყველა აქ აყენებს stop-loss-ებს, ამიტომ უფრო დეფინსიურად ავიღებდი და ანუ გამოვიდოდა იდეალური ტრეიდი, რა თქმა უნდა. ეხლა რაზეც მე ესე ვთქვათ, კონცენტრირდები, ანუ ეს ტრეიდები მე სხვადასხვა არც ერთი ავიღე აქედან, იმიტომ რომ ჩარტებთან არ ვზივარ და ვიდეოები რო დაიდება ამ კვირაში, გაიგებთ თუ რატომაც. რასაც დაველოდებოდი მე ახლა პირადად არის ის, რომ ანუ მე მინდა რა თქმა უნდა აი ამ ლეველის გარღვევა. ანუ ნახეთ, აი მთლიანი ამ ბოქსის გარღვევა მინდა, რათა დავინახო კარგი სიძლიერე. აი ამ სიძლიერეს რო დავინახავ, მაგ შემთხვევაში მეცოდინება, რომ ოკეი, ბაზარი წავიდა წინ და შეიძლება უკვე ლონგების აღება. ამიტომ ბიტკოინზე ველოდები ამის გარღვევას და ასევე ველოდები შორტს, თუ ესე ვთქვათ, აქ რაღაც იყო საინტერესო, ოღონ ამ ყველაფერს ავიღებ ფასში და პირდაპირ არ ავიღებ, იმიტომ რომ ანუ როგორც თქვი, ბაზარი ძალიან ჩოპი არის და აქაც ახლა მაგალითად ნახეთ, ანუ ვართ ჩვეულებრივად, ესე ვთქვათ, რეინჯი გვაქვს სუპორტი და რეზისტენცი და ანუ ბაზარი აქ რომ მოვა, ჩვენ ვართ ესე ვთქვათ, ამ რეინჯის შუა მხარეში, რაც რა თქმა უნდა აქ ტრეიდების აღებას არც თუ ისე საინტერესოს ხდის, მაგრამ რა თქმა უნდა ფასში შეგიძლია ყოველთვის აიღო დაბალი რისკით, მაგრამ ნუ ჩემთვის არ იქნებოდა სიმართლე რომ გითხრათ საინტერესო. ნუ რაც შეეხება ეთერიუმს, ეთერიუმი ხა ლოკალურად ძალიან სუსტად გამოიყურება, ბიტკოინზე სუსტად გამოიყურება, მოდი აქაც დავიწყოთ კვირაში ნახეთ, ანუ ეს ლეველი არის, რომელსაც მე ვუყურებ, რა თქმა უნდა, გასატესტად, ხედავთ რომ მაღალი დამხარი, ანუ ეს ვიკები გაიტესტა და სრულიად შესაძლებელია რომ კიდე ჩამოვიდეს ქვემოთ, აიღოს ლიკვიდობა და წავიდეს მაღლა. ასევე ერთ კვირიანზე გვაქვს იდეალური ლეველი, რომელსაც ყველა ხედავს, აი ეს ლეველი გამოვიტანოთ აქეთ. აი ეს ლეველი არის, რომელიც გარღვევაც მინდა, ანუ ეს ლეველი თუ გავარღვევთ, მაგ შემთხვევაში უკვე all-time high-ი არა, ძალიან დიდი push-ი გვექნება მაღლა და ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ექსპანსია, ამიტომ ამ ლეველს ძალიან ვუყურებ კვირაზე. დეილიზე რაც ხდება, დეილიზე ვხედავთ რომ აქ გვაქვს ესეთი ლეველი, ანუ აქ ლიკვიდობა გვაქვს კიდე ასაღები, თუ აიღო. მაგრამ ეხლა ლოკალურად რო შევხედოთ, მეგობრებო, ნახეთ აქ ლოკალურად დღიურზე თუ შევხედეთ, ანუ ბიტკოინზე ძალიან ძლიერად გამოიყურება, რატო? იმიტომ რომ ეს ორივე დროპ-ოფი გავარღვიეთ აი ამით, თან ესე ვთქვათ, ავაშენეთ აღმავალი ტრენდი, აი ხედავთ რომ high, low, higher, high, higher, low, higher, high. ნუ აქ ვაკეთებთ higher lows, ახლა გააჩნია რა თქმა უნდა საჩეჩერდება ეს საჩეჩერდება აი ეს და ეს ლეველი თუ არ დავკარგეთ, მაგ შემთხვევაში ისევ პოზიტიურად ვიქნები განწყობილი და ბულიში ვიქნები განწყობილი, ბულიშად ვიქნები განწყობილი. რა თქმა უნდა, ეხლა რა ხდება? ეხლა შეიძლება ორი რამ მოხდეს. ან აი ეს ლეველი დავარეჯექტოთ და გავტესტოთ უფრო ქვემოთ ლეველი დავიღოთ ლიკვიდობა, აქ რა თქმა უნდა ვუყურებ ამ შემთხვევაში შორტებს ოღონდ ფასში, ან შეიძლება გავარღვიოთ და მაგ შემთხვევაში უკვე ველოდები მაღალი ლეველების გატესტვას, როგორც არის 3850, 4135 და მე უკვე აი ამ ლეველის გატესტვასაც ველოდები, მაგრამ ეს თუ გავარღვიოთ მაგ შემთხვევაში ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, საინტერესო დღეები გველის. ეს არის ბიტკოინი, ეთერიუმი უკაცრავად ჩემთვის higher time frame-ზე, გადავიდეთ ახლა 4 საათიანზე. ეს ყველაფერი ამოვშალოთ. ოკეი, რა ხდება ახლა low time frame-ზე, ანუ low time frame-ზე ყველა ვხედავთ რომ აი აქ არის კიდევ გასატესტი, მაგრამ რა თქმა უნდა პირდაპირ აქ ტრეიდებს არ ვიღებ. ეს შანსი არ არის რომ აქ პირდაპირ ტრეიდები ავიღო, იმიტომ რომ ნუ ველოდები რომ ყველაფერი ავიღო, რაც შეიძლება მაქსიმალურად ფასში და რაც შეიძლება მაქსიმალურად დავიცვა ჩემი კაპიტალი, იმიტომ რომ აქ არ არის ისეთი სატრეიდო დღები, სადაც შეგიძლია ესე ვთქვათ, კარგი მსუყე ნოყიერი ტრეიდები აიღო, იმიტომ რომ ვოლიუმზეც ხედავ რომ ანუ ძალიან სუსტი არის. აი ეს მეგობრებო, აი ეს არ არის ვოლიუმი. აი ეს არ არის ვოლიუმი და იმიტომ მხოლოდ შენ არ გჭირდება ვოლიუმის პროფილის გამოყენება, ამას შენ ჩვეულებრივად ხედავ რომ არ არის აქ ვოლიუმი, ხო, ნახოთ ბიტკოინზე, აი ეს არის საშინელება. აი ეს არ არის ვოლიუმი, ეს არ არის ვოლიუმი, ეს არ არის ვოლიუმი.
ნუ აქ კიდე არის რაღაცა ვოლუმი, მაგრამ ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან ჩოპი price action და არის დაბალი ვოლუმი, ხომ? ამიტომ ვერ იდები ხოლმე მაგ შემთხვევაში ტრეიდების აღებას, იმიტომ რომ ეგეთ შემთხვევაში ის ტრეიდები რაც აქამდე გამოდიოდა აღარ გამოვა, იმიტომ რომ ანუ არ არის საკმარისი თანხა, არ არის საკმარისი ტრეიდერები, რომლებიც ერთი და იგივეს აკეთებენ. ნუ რაც შეეხება ეთერიუმს, მეგობრებო, ეთერიუმის შემთხვევაში მინდა რომ ლოკალურად ხალხ 15 წუთიანზე ლონგი რომ ავიღო, ეს ორივე გავარღვიოთ, აი ესეც რომ გავარღვიოთ, ჩემთვის საკმარისი იქნება, ავიღებ მაინც ტრეიდს, გავრისკავ. რა თქმა უნდა, ეს იქნება უფრო დაბალი კონფირმაცია, უფრო ცუდი ხარისხის ტრეიდი იქნება, ამიტომ დაბალ რისკით შევიდოდი მე აქ პირადად ტრეიდში, მაგრამ თუ გავარღვიოთ ეს ორივე ლეველი, მაგ შემთხვევაში ვიქნები ლონგებით დაინტერესებული და ესე ვთქვათ, ჩემი ტარგეტი იქნება აქამდე. თუ ბაზარი აქ ამოვიდა და ვერ გავარღვიოთ, მაგ შემთხვევაში აქ მე scalp short-ითაც ვიქნებოდი დაინტერესებული და დავარეჯექტებდი უფრო ქვემოთ ამ მხარეს. ეთერიუმზე ეხლა ამაზე მეც შენ ვერ იტყვი, გვაქვს რა თქმა უნდა ლოკალურად ეს price action და შემდეგ გვაქვს რა თქმა უნდა ეს price action-ი აი ეს აქ, რომელიც შეგვიძლია ან დავარეჯექტოთ, ან გავარღვიოთ და შემდეგ გვაქვს რა თქმა უნდა აი ეს ლეველი, რომელიც ან შეგვიძლია დავარეჯექტოთ, ან გავარღვიოთ და აქაც რა თქმა უნდა შემდეგ გააქტიურდება ტრეიდები. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება, მეგობრებო, მოგვიწევს მოცდა, მოგვიწევს დალოდება, მოგვიწევს ამ ყველაფერზე მუშაობა, ანუ დალოდებაზე მუშაობა და ჩვენს ესე ვთქვათ ფსიქოლოგიაზე, იმიტომ რომ თუ ვერ ხედავ ტრეიდს და თუ არ არის ტრეიდი, ეგ ანიშნავს იმას, რომ შენ არ იცი ტრეიდინგი, ეგ ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ ეხლა შენი გამოცდა მიდის, მოითმენ თუ არა, თუ გახდები ბაზრის დონატორი და გახდები სხვა ვინმეს ლიკვიდობა. ამას მე ესე ვხედავ ბიტკოინს და ეთერიუმს. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ და ძალიან მაინტერესებს როგორ მიდის თქვენი ტრეიდინგ დღეები, იმიტომ რომ ბაზარი ნამდვილად არ გამოიყურება ადვილად.